ну მანძილი არის ყოველად წარმოუდგენელია ამან. ძალიან მაგარი. 7 ნოემბრის. რა მაგარია. არ ვიცი ამ ვფიქრობ ნორმალური ადამიანი ემოციის გარეშე ამას ამ ფოტო გამოფენას ნამდვილად ვერ დაათვალიერებს. მე მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ფოტორეპორტიორებს, რომლებმაც როგორც აღმოჩნდა საკუთარი სიცოცხლის თავისუფლების და ღირსების ფასად ლამის აღბეჭდეს ეს საშინელი კადრები და მთელ მსოფლიოს გააგებინეს რაც ხდებოდა. ყველაზე სამარცხვინო დღევანდელ საქართველოში არის ის 26 მაისზე უფრო სამარცხვინოც კი, რომ 26 მაისის ინიციატორები დღევანდელი ხელისუფლების უნიათობის, უსუსურობის, უმაქნისობის გამო ბედავენ იმ ადგილებზე, სადაც ქართველების სისხლი ღვარად მოდიოდა, მართლა და მდინარეთ მოდიოდა და მერე გადარეცხილ სისხლზე ჩაატარეს აღლუმი, დღეს ისინი ბედავენ საქართველოს ერთიანობაზე, საქართველოს მთლიანობაზე, ხალხის მოწოდების გახმოვანებას და შეკრების ჩატარებას. ეს არის ყველაზე დიდი დანაშაული დღევანდელი ხელისუფლების, რომელიც სამწუხაროდ ამ ხელისუფლებას ძალიან ძვირად დაუჯდება, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამ ტრაგედიების ინიციატორები და შემსრულებლები აუცილებლად დაისაჯონ და დავსჯით კიდეც. კიდევ ერთი, რაც არ შემიძლია არ თქვა. სამარცხვინოა, როდესაც ამ ადამიანების დევნა, ვინც ამ ფოტოსურათებზე აღბეჭდილი და რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა დასისხლიანებული მერე ციხეებში გაუშვეს და თვეების და წლების განმავლობაში იჯდნენ ციხეში. სამარცხვინოა, რომ ამ ფოტოგრაფების საქმეები, რომლებიც ჯაშუშობის ბრალდებით იჯდნენ, არ იწევდა ისეთ რეზონანს, როგორცაც იწევს ნაციონალური მოძრაობის წევრებისადმი სამართლებრივი დევნა, მაშინდელი საქმეები არ იყო დემოკრატიის შელახვა და პოლიტიკური დევნა და ამ ტრაგედიის ინიციატორების, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების მიმართ საქმეების აღძვრა თურმე პოლიტიკური დევნა ყოფილა. ეს არის სირცხვილი, ეს არის სირცხვილი დემოკრატიის, ეს არის სირცხვილი სამართლიანობის, მაგრამ ყველაზე დიდი სირცხვილი ეს არის დღევანდელი ხელისუფლების, რომ ვერ მოახერხა მკვლელების, ჯალათების ელემენტარულად დასაბუთებული არგუმენტებით იმ ადგილზე გაგზავნა, სადაც მათი ადგილია, კონკრეტულად კი ციხეში.